ჩვენ აღნიშნავთ მოვლენას, როდესაც უფალი იესო ქრისტე ბოლოჯერ უკანასკნელად ესაუბრება თავიანთ თავის მოციქულებს, ეცხადება უკანასკნელად და უბრძანებს მათ, რომ იერუსალიმში დაელოდონ სულიწმინდის გარდამოსვლას. შემდეგ მიყავს ისინი ელეონის მთაზე, აკურთხებს მათ და მათ თვალწინ იწყებს ზეცად ამაღლებას. თავისი სიტყვით, თავისი სიყვარულით ის არის ჩვენში და ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს. და თუ ზოგიერთი ჩვენგანი აი ამ მის მყოფობას ვერ ამჩნევს, ვერ გრძნობს, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა მიზეზი არის ჩვენში. ან საკმარისად არ გვიყვარს იგი, ან არ ვფიქრობთ მასზე. ჩვენი მოქალაქობა უნდა იყოს ზეციერი. ზეცაშია ჩვენი მოქალაქობა, საიდანაც მოველით ჩვენს მაცხოვარსაც იესო ქრისტეს. და რომ გვმართებს ფიქრობდეთ ზეცისას და არა მიწისას. ფიქრობდეთ და მივისწრაფოდეთ ზეციურისკენ, როგორც ამბობს პავლე მოციქული, სადაც მარჯვენით ღვთისა ბრძანდება უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, უნდა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიწიური ცხოვრება ეს არის დროებითი მგზავრობა. აი წმინდა იოანე ოქროპირი ძალიან ხშირად ამბობს ამას. და რომ ჩვენი ნამდვილი სამშობლო და მარადიული სამშობლო არის ზეცაში.